მოგესალმებით ფსიქოლოგია დაროსერხზე. დღეს გვექნება გაშლა, სადაც თქვენ გექნებათ შესაძლებლობა რომ ჩაიფიქროთ კონკრეტული შეკითხვა და მიიღოთ ამ შეკითხვაზე პასუხი, ხო? ნახოთ რეკომენდაციები რა იქნება ამ თქვენ კითხვასთან დაკავშირებით და თვითონ პასუხი, ხო და რჩევები რა თქმა უნდა. ასევე სანამ დავიწყებთ მინდა გავაკეთო ესეთი რჩევას მოგცეთ, ასე რომ ვთქვათ, ჩაიფიქრეთ კონკრეტულად ერთი შეკითხვა. არ ჩაიფიქროთ ორი შეკითხვა ერთმანეთში შეერთებული, არამედ ჩაიფიქრეთ ერთი კონკრეტული შეკითხვა, რადგანაც ეს ინფორმაცია უფრო მოარგოთ თქვენს მიერ დასმულ კითხვას, ხო? ეს უფრო მეტად მარტივი იქნებოდა გასაგები პირველ ერთ მხრივ თქვენთვის. ამიტომ გეუბნებით ამას, ხო? კარგი. დღეს გავაკეთებ ცოტა სხვანაირად. აქ გავაკეთებ ახლა მე ისეთ თემას, რომ ამოვიღებ სამ სიგნიფიკაციას, ხო? გვაქვს აქ სამი პოზიცია, ბუნებრივია რა თქმა უნდა, მინერალებიც მიდევს, მაგრამ სამი სიგნიფიკაცია მიდა. სამი სიგნიფიკაცია. თქვენი სიგნიფიკაცია, ხო? რომ ნახოთ თქვენი პოზიცია ეს თუ არაა თქვენს ეს სიტუაცია და არ შეესაბამისება მაგალითად, ხო? თქვენს მიერ ჩაფიქრებულ შეკითხვას. ესეც გაითვალისწინეთ, მეგობრებო, არ არის აუცილებელი რომ ყველაფერი რეზონირდეს, იმიტომ რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად ესეთი გასართობი, ამავე დროულად თვითშემეცნებითიც საჯარო გაშლა. კარგი, პირველი პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად, მისი მთავარი სიგნიფიკაცია, მეორე პოზიციის სიგნიფიკაცია, მესამე პოზიციის ზოგადი სიგნიფიკაცია. ხო? აშკარად საინტერესო გაშლა გველის. ესე იგი, გნებავთ კარტი აირჩიათ, გნებავთ მინერალი აირჩიათ. ხო? კიდევ ერთხელ გაჩვენებთ მინერალებს, პირველი პოზიციის ესეთი მინერალი, მეორე პოზიცია, მესამე პოზიცია. ხო, მე მგონი ყველაფერი ჩანს, ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, შეუძლია ვიდეო დააპაუზოს და ისე კონცენტრირდეს და ისე აირჩიოს და ასევე, ხო? ჩაიფიქრეთ შეკითხვა, როდესაც აირჩევთ პოზიციას, კონცენტრირდით იმ შეკითხვაზე, რაც გაქვთ, სასურველია ეს იყოს ერთი კონკრეტულად დასმული კითხვა და იფიქრეთ ამ შეკითხვაზე, ხო? ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება ამისთვის შეუძლია ვიდეო დააპაუზოს, მე კი დავიწყებ. ჯერ დავიწყებთ სიგნიფიკაციით პირველ პოზიციიდან, ხო? მივესალმები პირველ პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთა, ვნახოთ ჯერ თქვენი სიგნიფიკაცია და შემდეგ უკვე კიდევ ერთხელ კონცენტრირდეთ შეკითხვაზე. სიგნიფიკაცია პირველი პოზიციის. 8-იანი პენტაკლები. ესენი პირველი პოზიცია ასეთ ენერგიებშია თუ არ არის. სხვათა შორის პირველი პოზიცია აქ საკმაოდ ისეთია, მე ვიტყოდი, გეგმების მოყვარული. კი, უყვარს პირველ პოზიციას გეგმები, უყვარს პირველ პოზიციას რაღაც დასახვები, ასევე რადგანაც აქ პენტაკლი ამოვიდა, არ გამოურიცხავ, შესაძლოა ზოგიერთი ვინც პირველი პოზიცია აირჩია, იყოს მიწის სტიქიის წარმომადგენელი, ხო? შეიძლება ეს იყოს ქალწული, თხის რქა, ან კურო, ან მზე გქონდეთ ამ ნიშანში, მთავარი თქვენი წამყვანი ნიშანი იყოს ეს, ან მთვარე, ან კიდევ ნატალური როკის სხვა ასპექტები გქონდეთ ამ წამყვან სტიქიაზში, ხო? ან უბრალოდ ხასიათი გქონდეს ისეთი, რომ აი აუჩქარებლად, დაკვირვებულად, რაღაც მეტნაკლებად დაგეგმილად, ასევე საკმაოდ შრომის მოყვარეებით შესაძლოა იყვნენ აქ პირველ პოზიციაში, უფრო მეტად აქ პირველ პოზიციას მოწონს ისეთი კონკრეტიკა, გარკვეულობა, სადაც არის. თუმცა ამისთვის უჭირდება დრო. საკუთარ თავს უფიქრდება, უკვირდება, სხვებსაც აკვირდება, არ ხდება ეს მარტივად. ცოტა ისეთიც არის პირველ პოზიცია, გულჩათხრობილი, საკუთარ თავთან რაღაცნაირად მუდმივ დისკუსიებში, რას ფიქრობს, რას გრძნობს, რატომ აბა ის რატომ არის ასე, ეს რატომ არის ასე და ცდილობს ეს ყველაფერი შესაძლოა სამსახურზე გადაიტანოს, ან რაღაც სხვადასხვა აქტივობები
პირობებზე გადაიტანოთ ეს თქვენი ფიქრები, რომ თლაც არ გაგიჟდეთ, ხო, ამდენი ფიქრებიდან, ამდენი თვითრეფლექსიიდან. ამიტომ რომ აქ ბევრი ფიქრების მოყვარულიც არის აქ პირველი პოზიცია და მომენტში ცდილობს, რომ აი მოდი ახლა მე რაღაცას გავაკეთებ და ამით გადავრთავ საკუთარ თავს, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ პირველ პოზიციასთან. იმედია გასაგებად ვსაუბრობ, იმიტომ რომ ხანდახან რთულია, რომ აი ზუსტად აღწერო ეს ყველაფერი, რასაც ხედავ და რასაც გრძნობ აქ. კარგი, ეს არის სიგნიფიკაცია, იყო უფრო სწორად სიგნიფიკაცია პირველ პოზიციის და ახლა მნიშვნელოვანი მომენტი. კიდევ ერთხელ, ხო? პირველ პოზიციას აქამდე თუ ჯერ არ ჩაუფიქრიეთ შეკითხვა, კიდევ ერთხელ ჩაიფიქრეთ, კონცენტრირდით კონკრეტულად იმ შეკითხვაზე, რისი დასმაც გსურთ და რის დასმას აპირებთ აქ, ხო? კონცენტრირდით ამ კითხვაზე. და ვნახოთ. პასუხი პირველ პოზიციის მიერ პასუხი იმაზე, თუ რასაც ჩაიფიქრებს პირველი პოზიცია. პასუხი ამაზე, რა უნდა იცოდეს ამ შეკითხვასთან, ასე დავდებთ ორი არჩევანი შეკითხვასთან დაკავშირებით პირველმა პოზიცია. პასუხი რა უნდა იცოდეს და რჩება. ასე უფრო ჩანს. კარგი. პასუხი, თვითონ პასუხი. Magician, ჯადოქარი. ნუ აქ არ ვიცი, ახლა ბუნებრივია, ყველამ სხვადასხვა რაღაც ჩაიფიქრა აქ. ბევრი შესაძლოა სხვადასხვა რაკურსის შეკითხვა იყო დასმული პირველ პოზიციის ამომრჩევლებიდან, მაგრამ პასუხი აქ არის ის, რომ ყველაფერი შეგიძლიათ. ყველაფერი აქ არის თქვენ ხელთ. აქ აბსოლუტურად ყველაფერი არის თქვენ ხელთ, ნებისმიერი რამე შეგიძლიათ აქ საერთოდ დაატრიალოთ, ასე რომ ვთქვათ. ესე იგი, აქ პასუხი არის ის, რომ პირველ პოზიციაზეა. კი, თქვენ საკმარისი გამოცდილება გაგაჩნიათ, ბევრი რამ გადავახეთ, ბევრი რამ ნახეთ, ასე რომ ვთქვათ, და აქედან გამომდინარე უკვე შეგიძლიათ აუაროთ გვერდი ისეთ სიტუაციებს, რაც არ არის თქვენთვის სასურველი და პირიქით ისე გაითამაშოთ ეს სიტუაცია და ისე გამოიყენოთ ეს სიტუაციები, ვითარებები, ხო? როგორც თქვენთვის იქნება ეს სასურველი. საინტერესოდ დავარდა. ხო, როგორც თქვენთვის იქნება ეს სასურველი. მაგრამ ასევე თუ ჩაიფიქრა აქ პირველ პოზიციამ ისეთი შეკითხვა, სადაც არის კი ან არა, აქ არის კი. აქ არის დამაკმაყოფილებელი პასუხი, აქ არის კი და ასევე აქ არის ის, რომ თქვენ ხელთ არის ყველაფერი. უბრალოდ თქვენ უნდა დაგეგმოთ, გადახედოთ სიტუაციას, აირჩიოთ რა სტრატეგიით, როგორ იმოქმედოთ და იმოქმედოთ. იმიტომ რომ და რა თქმა უნდა, აქ თავდაჯერებულად დროა, რომ იმოქმედოთ და ისე გამოიყვანოთ, ისე გააკეთოთ, როგორც გინდათ თქვენ, რა თქმა უნდა, ადეკვატურობის ფარგლებში, ხო? კარგი, რა უნდა იცოდეთ ამ შეკითხვასთან დაკავშირებით? რა უნდა იცოდეთ? საინტერესოა, რა უნდა იცოდეთ? რომ მოусმინოს საკუთარ ემოციებს და აუჩქარებლად იმოქმედოს? აქ მნიშვნელოვანია, რომ მოусმინოთ თქვენს ემოციებს და არა მარტო. აქ ისიც არის, რომ სხვა ადამიანებს, აი როგორ რაღაცა იცი, ეიმდეთ სხვა ადამიანებსაც. ან იმ ადამიანებს, ვინცაც, როგორ ვთქვა, ის ადამიანები, ვინც თქვენს ირგვლივ არიან და თქვენ ნდობას იმსახურებენ, აი შეგიძლიათ მათაც გაუზიაროთ, მაგალითად ეს ისტორია, რაც აქ არის. ან ასთან დაკავშირებითაც გაწუხებთ ეს კითხვა, ხო? იქნება ეს სასიყვარულო თუ რაღაც ესეთი თემა, შეგიძლიათ ეს თქვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს გაუზიაროთ, რადგან შესაძლოა ვიღაცამ მართლა დაგეხმაროთ აქ, ხო? და
განმუხტოს მაგალითად რაღაც ეს სიტუაცია. ამავე დროულად აქ არ არის საჭირო რომ საკუთარ თავში ჩაიხვიოთ, დაილექოთ ეს ყველა აზრები და ემოციები და აქ ის არის რომ გაუზიაროთ, შეგიძლიათ აქ ისაუბროთ ამ თემაზე კონკრეტულ პიროვნებასთან, ან შესაძლოა ეს რამოდენიმე ადამიანი იყოს, ხო, გაჩნია ხო ვის ენდობა პირველი პოზიცია და ვის მიმართ გაქვთ მსგავსი ემოციები და განცდები და ეგ არის და ასევე აქ ისიც არის რომ არ არის საჭირო ამ საკითხთან დაკავშირებით ამდენი ფიქრი. არ არის საჭირო ამაზე სულ გამოდმებით ფიქრი, ცოტა უნდა მოდუნდეს აქ პირველი პოზიცია, ხო? უბრალოდ მოსახდენი მაინც მოხდება, რაც აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში, ის მაინც მოხდება. ასე რომ აქ არ არის ზედმეტი ნერვიულობა საჭირო, უბრალოდ მიყევით სიტუაციას, რაც თქვენ ხელთ არის და ჩვენ ნახეთ, რომ აქ ბევრი რამე შეგიძლიათ შეცვალოთ, რაც არ გაკმაყოფილებთ და რაც არ მოგწონთ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ, მაგრამ არ არის საჭირო ზედმეტად ჩახვეული აზრები და აი არ ვიცი, ზედმეტად ფოკუსის გაკეთება რაღაც ამ კონკრეტულ საკითხზე, ხო, გაჩნია ახლა აქ ვინ რა ჩაიფიქრა. ხო, კარგი. აქ კიდევ იმასაც დავამატებდი, რომ მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, თქვენს ემოციებს და თქვენს განცდებს. ამასაც დავამატებდი აქ. ხო. ნუ პრინციპში აქ მეც აღარაფერს აღარ დავამატებდი, იმიტომ რომ აქ უკვე თქვენ თვითონ მოარგეთ ეს სიტუაცია იმ შეკითხვას, რაც ჩაიფიქრეთ, ხო? თუ არ რეზონირდა, ეგეც არ არის პრობლემა. შეგიძლიათ სხვა პოზიცია ერჩიოთ, იქნებ და ეს არ იყო უბრალოდ თქვენი პოზიცია, ხო? ასევე თუ ზუსტად გინდათ რომ მიიღოთ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხი, მაშინ უფრო გირჩევთ ინდივიდუალურ ტაროს სესიას, იმიტომ რომ ის უფრო ზუსტი იქნება, რადგანაც აქ საჯარო გაშლა არის და აქ ათასობით ადამიანი ფიქრობს სხვადასხვა შეკითხვას და ყველასთვის ერთივე იქნება პასუხი, რა თქმა უნდა, თუმცა ჩვენ მაინც ვეცადოთ ამ რეჟიმით რაღაც იქნებ და გამოვჭვალოთ რაღაც მიგნებები, რჩევები თქვენთვის, ხო? რჩევა ზოგადად პირველ პოზიციისთვის ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ფერიები. რჩევა არის ფერიები. და ამ რჩევაში არის საუბარი, რომ შენ გაქვს ძალიან ისეთი მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, ფერიებთან და იმიტომ ხარ ასევე ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, დანიშნულება შენი აქ ყოფნის, დედამიწაზე ყოფნის გულისხმობ, რომ მოეხმარო და დაეხმარო ბუნებას. დედა ბუნებას, ხო? ეს შეიძლება იყოს ყვავილების ჩარგვა, მცენარეების მოვლა, ცხოველების მოვლა, ბუნების დასუფთავება, ძანხშირია სამწუხაროდ საქართველოში, რომ აი სკვერებში ან სკვერებში კიდე იმდენად არა, რამდენადაც აი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის სკვერი და რაღაც ბევრი ნაკავი ყრია და ძალიან ბევრი ადამიანი ანაგვიანებს და შემდეგ არავინ ამას არ ხედავს, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ აქ ესეც მნიშვნელოვანია, ხო, თქვენ როგორც ასეთი ბუნების მცველს შეგიძლიათ შეკრიბოთ ადამიანები, თანამოაზრეები, ვისთანაც ერთად ამას გააკეთებთ მაგალითად, ხო? სხვათა შორის მეც მიფიქრე ამ მსგავს რაღაცაზე, იმიტომ რომ მაღლა აქ მთაწმინდაზე ავდივარ ხოლმე და იქ არის ძალიან დიდი ნაკავი, ხო? მთავარ ბილიკზე არა, მაგრამ აი ბუჩქები და იმის იქეთ კოშმარი რაღაცები ხდება. და კარგი იქნებოდა, რომ რაღაც ერთად მიგველაგებინა იქაურობა, ხო? ამაზეც ვფიქრობ. და იმ მსგავსი რაღაცა მაგალითად, ხო? ან კიდე სხვა სახის რაღაც. მაგრამ ხომ მივხვდით, რასაც გულისხმობ, ხო? ესეც იქნება რჩევა, ესეც კარგი იქნება, რომ თქვენც დაეხმაროთ სამყაროს და თქვენც დაეხმაროთ ბუნებას იმით, რითიც შეგვიძლია, ხო? ყველას რითიც შეგვიძლია, იმით შეგვაქვს ჩვენი რაღაც პატარა წვლილი ამაში. კეთილი. ეს იყო პირველი პოზიცია. იმედი მაქვს, რომ თქვენ აქ გაიგონეთ გასაგონი. წარმატებებს გისურვებთ. დალაიქეთ ეს გაშლა, თუ მოგეწონათ და აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდიც, ვისაც არ გამოუწერია ჯერ. ასევე ჩემი Instagram გვერდზე გირჩევთ რომ გადმოხვიდეთ, იმიტომ რომ იქაც ბევრი საინტერესო რაღაცები არის ხოლმე. მაგალითად დღეს გავაკეთე გათამაშება მინი ტარო გაშლის უფასო და ძალიან საინტერესო იყო, ასე რომ დამაფოლოვეთ იქაც. იქ კიდევ უფრო ბევრ სხვა კონტენტს პოსტავ, რასაც მაგალითად YouTube-ის ფორმატი დიდად არ შეეფერება, ხო? ასე რომ იქაც გამომიწერეთ და იქაც ადევნებთ თვალის საინტერესო პოსტები და რილსები იდება ხოლმე. განსაკუთრებით ვისაც აინტერესებს ეზოთერიის ბევრნაირი მიმართულება. კარგი.
გადავიდეთ მეორე პოზიციასთან. მივესალმებ მეორე პოზიციას, ვინც ახლა შემოგვერთდა. აქ ექნება თქვენი სიგნიფიკაცია, ვნახავთ თქვენ სიგნიფიკაციას და მერე გადავალთ უკვე თვითონ კითხვაზე, ხო? შეკითხვის დასმის პროცესზე. სიგნიფიკაცია ეროფანტი. ეროფანტი აქ პლუსშიცაა და მინუსშიც, ხო? რაც ნიშნავს ეს? აქ შეიკრიბენ ისეთი ადამიანები, ვისაც მოსწონს ეზოთერია, რელიგია და ზოგადად სპირიტუალი საკითხები, ხო? სულიერი საკითხები, განვითარება, სულიერი, ყველაფერი ასეთი კონტექსტში მოწონს მეორე პოზიციას, თვითონაც ცდილობს, რომ რაღაცეებს უფრო მეტად შეეჭიდოთ საკუთარ თავთან დაკავშირებით, უფრო მეტად გათვითცნობიერდეს საკუთარ თავთან დაკავშირებით, სხვებსაც დაეხმაროს ამ ცოდნით, ასევე შესაძლოა აქ იყვნენ მასწავლებლები, ძალიან ისეთი ადამიანები, ვინც რაღაცნაირად სხვებს ეხმარება, ხო, სხვადასხვა რაკურსით შესაძლოა იყოს ეს. მაგრამ მინუსი აქ მდგომარეობს ის, რომ აქ მეორე პოზიციის ეროფანტის მინუსი შესაძლოა იყოს ძალიან ჯიუტი და ისეთი, რომ აი ეს 100-ია და ეს 100-ია. მე მიმაჩნია, რომ ეს 100-ია და ეს 100-ია და გასწავლით ზუსტად ისე, როგორც მიაჩნია თვითონ და არა რაღაც კიდევ სხვა რაკურსიდან, ხო? ეს თემა არის, აქ ასევე ძალიან უყვარს ჭკუის სწავლებებიც, რაც მინუსში გადის, საკმაოდ ჯიუტი რაც თქვი, კონსერვატორული აზროვნებაც შეიძლება იყოს აქ და ზოგადად მიწის სტიქიები. უფრო მეტად აქ ეროფანტთან მიბმულია მიწის სტიქია კურო. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ კუროები უნდა იყვნენ აქ მეორე პოზიციაში. არა, ეს უბრალოდ ვაჟღერებ, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შესაძლოა ეს რელევანტური იყოს და ვიღაცა იყოს აქ კურო, ხო? ან უბრალოდ ამ სტიქიაში და ამ ელემენტში გქონდეს ნატალურ რუკაში რამე პლანეტა. ესეც შესაძლებელია, მაგრამ ეროფანტის ენერგია როგორც პლუსში, ასევე მინუსში არის აქ. თუ ეს თქვენთვის რაღაც ახლოს მოდის ეს ინფორმაცია, რაც ახლა მე გავაჟღერე, ხო, ესე იგი ეს თქვენი პოზიცია და გააგრძელეთ ყურება. კარგი, ახლა გადავიდეთ თავარზე. მოვუწოდეთ მეორე პოზიცია, ვინც აირჩია ყველა იმ ადამიანს ახლა, რომ კიდევ ერთხელ კონცენტრირდით იმ კონკრეტულ ერთ შეკითხვაზე, რაც თქვენ გაგაჩნიათ და გინდათ რომ დასვათ ახლა. კონცენტრირდით ამ შეკითხვაზე. მე მანამდე გავდებ კარგ თქვენ კონცენტრირდით. პასუხი მეორე პოზიციისთვის იმ შეკითხვაზე, რაზეც ახლა აქ კონცენტრირდა, ხო? ისე შეტრიალდა. ხო, აქეთ გამოტრიალდა. ხო, მაინც იქეთ წავედა. პასუხი რა უნდა იცოდეს? კითხვასთან დაკავშირებით მეორე პოზიცია. და ზოგადად რჩევა აქ მეორე პოზიციას. კარგი, დავიწყოთ. პასუხი იმ შეკითხვაზე, რაც დასვა მეორე პოზიცია. Page of Swords. ხო, ნუ აქ მალე არ იქნება ეს ამბავი, რაც ჩაიფიქრეთ. განურჩეულად, რაც ჩაიფიქრეთ. აქ ჭირდება დრო. აქ დაზუსტებით რაღაცეები არ ვიცით, რაღაცეები უნდა გამოვლინდეს, რაღაცეები უნდა შეისწავლოს თვითონ მეორე პოზიციამ შესაძლოა, ან დააკვირდეს ვითარებებს, მოიცადოს, არაჩქარდეს და შემდეგ რაღაც გადაწყდება. ასევე აქ შეიძლება ისეთი ინტერპრეტაციაც შემოგთავაზოთ, სადაც მეორე პოზიციამ რაღაცეებზე უნდა დაფიქრდეს და თვითონ გადაჭრას რაღაც საკითხი აი ამ კითხვასთან დაკავშირებით. ხო, გააჩნია აქ ახლა მილიონნაირი ინტერპრეტირება შეიძლება იყოს. მაგრამ აქ უფრო მეტად დაფიქრდით, არაჩქარდეთ, დააკვირდით და გადაწყვეტეთ და გადაიჭრება. მიეცით დრო, ესეც არის აქ და დაკვირვება აქ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდეთ ამ პროცესს და არაჩქარდეთ. და ასევე კონკრეტულად გაერკვათ, ხო, რა, როგორ, რანაირად, რა არის თქვენი სურვილი, რა არის თქვენი მოთხოვნა, უფრო მეტად შეისწავლოთ ის საკითხი, მაგალითად თუ ეს რაღაც საფუძვლებს უკავშირდება, კარგად შეისწავლოთ, დააკვირდეთ, გაიკითხოთ, გამოიკითხოთ, გაეცნოთ ბევრნაირ ინფორმაციას, ადამიანებს, ვინც იცნობს ამ რაღაც, ვინც მესაც აქ ცოდნა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ხო, აი ესეც არის აქ. თუ ეს რაღაცას ყოველ ურთიერთობას უკავშირდება, მაშინ დააკვირდით სიტუაციას, ხო? თვალი ადევნეთ თქვენ შეგრძნებებს, თქვენს აზრებს და ზოგადად ობიექტურად ეცადეთ, რომ შეხედოთ სიტუაციას. ხო, აქ ცოტა ისეთი მომენტია, განერიდე და დააკვირდი, რაღაც ასეთი პასუხი აქვს უფრო.
კარგი, რა უნდა იცოდეს ამ კითხვასთან დაკავშირებით მეორე პოზიცია? რომ ყველაფერი აქ გამოვა, მაგრამ აქ გამოვა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სტრატეგიულად იმოქმედებთ, იქნებით დარწმუნებული ამ საქმის და ამ კითხვა, რაც დასვა მეორე პოზიციამ, წარმატებულობაში, ხო? თუ იქნებით ამაში დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება, ну, რა თქმა უნდა, არ გულისხმობ ახლა საერთოდ რომ ადამიანს არ აქვს ფინანსური რაღაც სტაბილურობა და მინიმალურ შემოსავალზეა საუბარი და არც აქვს სურვილი რომ რაღაცი მოიმოქმედოს და შეცვალოს და სულ დივანზე ზის, უცებ რაღაცა შეიცვალოს და საოცრება მოხდეს. რა თქმა უნდა, არა. ბუნებრივია წარმატება რომ იყოს, ჩვენც რაღაც ნაბიჯები ადეკვატური უნდა გადავდგათ ამისთვის, ხო? თუ რა თქმა უნდა, მეორე პოზიცია აქვს სტრატეგიულად ცივი გონებით, ადეკვატურობის ფარგლებს არ გაცდება და ადეკვატურად მიუდგება სიტუაციას და იფიქრებს საკუთარ კეთილდღეობაზე, საკუთარ თავზე, კიდევ ერთხელ ჯანსაღი ეგოიზმი კარგია, მაგრამ გადაზედმეტებულად არ არის თქმა უნდა. თუ უფრო მეტად აი ასე მიუდგება ამ საკითხს მეორე პოზიცია და კარგად შეისწავლის ამ საკითხს, ან კარგად დააკვირდება, ან უფრო მეტად აქ ჩამოყალიბებს თავის პირობებს, რომ მე მინდა ეს, ან თუ არის რაღაც საკითხი გადასაჭრელი და გასარკვევი და ამდენი ხანი თუ იწელებოდა დროა რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, ხო? თქვათ თქვენი სათქმელი და დარწმუნებულად თქვათ ეს ყველაფერი, ხო? თუ ასე იმოქმედებთ და აუცილებლობა აქ არის იმაში, რომ წინ დახედულები თუ იქნებით, აქ აუცილებლად მიხვალთ შეთანხმებამდე მოინახება გამოსავალი, მოინახება სიტუაციის გამოსავალი კიდევ ერთხელ და შეთანხმდებით და მოგვარდება. აი ეს უნდა იცოდეთ აქ, ხო? თუ ასე იმოქმედებთ, აქ მიიღებთ იმ პასუხს, რაც თქვენთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ ხმლების ენერგიებში წახვიდეთ, არა კვერთხების, არამედ ხმლების. ეს ნიშნავს იმას, რომ არანაირი რაღაც აი მომინდა ახლა და გავაკეთე, ხო? არანაირი ასეთი ქმედებები, არამედ ანალიტიკურად, აუჩქარებლად, დაკვირვებულად მოქმედებთ. ეს ნიშნავს ამას, ხო? არანაირი ახლა მე დღეს ასე ვარ და ხვალ ისე ვიქნები. არანაირი ასე გეგმის მიხედვით, დაგეგმილად, სტრატეგიულად, ცივი გონებით, ხო? აი ეს ეროფანტი რაც გაქვთ, პლუსში გამოიყენეთ. წინ გაქვთ თქვენ ამისთვის თვისება, გაგაჩნიათ, ასე რომ თუ გამოიყენებთ ამ თქვენი ეროფანტს პლუსის ხარეში. რატო ვლაპარაკობ ასე ვხვდები დამედუყო რაღაცნაირად ენა. აი თქვენი ეროფანტის პლუს მხარეს თუ გამოიყენებთ, გააქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ისე წარმართოთ ეს სიტუაცია, როგორც იქნება თქვენთვის რაღაც სასურველი. ხო? ეს არის აქ. პრინციპში აქ არც არის დამატების სურვილი არ მაქვს, ასე რჩევა. Mediumship. აქ საუბრობენ იმაზე, რომ შენ გაგაჩნიან რაღაც ბუნებრივი შესაძლებლობა, რომ დაკონექტდე კავშირი ქონიო იმ ადამიანებთან, ვინც შენი საყვარელი ადამიანები, ვინც გარდაცვლები არიან მაგალითად, ხო? საინტერესო რჩევა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. კარგი, კიდევ ვიკითხავ რჩევას, ცოტა უფრო ისეთ პრაქტიკულს ამ შემთხვევაში რჩევა. ძალიან მარტივად არ მოიქცეთ როგორც იქცევა იდიოტი, ხო? სულელობებს ნუ გააკეთებთ, არ მოიქცეთ სულელურად, დაუფიქრებლად და აი უბრალოდ ისე რა, ხო? აი აქ მეორე პოზიციასთან აქცენტი არის ამაზე, რომ არ გინდათ ეს სულელობები. დაუფიქრებელი ნაბიჯები არ გინდათ, რაც უფრო დაფიქრებულად იმფიქრებთ საკუთარ თავზე და ამ სიტუაციაზე, მით უფრო ადეკვატურად წავა ეს სიტუაცია და მივა იმ შედეგამდე, რაც თქვენთვის არის სასურველი. წარმატებებს ვუსურვებ მეორე პოზიციას, იმედია მეორე პოზიცია მაქვს გაიგონა ისეთი ინფორმაცია, რაც მას დაეხმარება რაღაცაში. აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, დატოვეთ თქვენი კომენტარი და ვისაც არ გამოგიწერიათ ჩემი არხი, გამოიწერეთ. ასევე მინდა ვკითხრათ, რომ მაქვს გვერდი ინსტაგრამზეც, მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ ჩემი ინსტაგრამ გვერდი. იქაც შეგიძლიათ დამაფოლოვოთ, იქ ვაკეთებ ხოლმე გათამაშებებს უფასო ტარო გაშლებთან დაკავშირებით. დღეს მაგალითად მინი ტარო გაშლა მოიგო ჩემმა ერთ-ერთმა გამომწერმა იქ. ასევე საინტერესო პოსტებს და რილსებსაც ვტვირთავ, უფრო მეტად ინფორმაციას, რასაც მაგალითად YouTube-ის ფორმატის, რაღაც არ შეესაბამება, ხო, YouTube-ის ფორმატს. ამიტომ გელოდებით. გადავიდეთ მესამე პოზიციასთან. ვინც ახლა შემოგვერთა მესამე პოზიციიდან
მოგესალმებით მესამე პოზიციას. ნახავთ სიგნიფიკაციას, თქვენსას, თუ ეს გემთხოვათ და თქვენზე, ესე იგი სწორ პოზიციაზე ხართ. სწორ პოზიცია ერჩით. მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ზოგადად. მოდიშით, მომიწევთ პაუზება. კარგი. ეს 6-იანი ხმლები. ეს არის იმაზე, რომ ამდენი რამე გაიარა. 6-იანი. ბევრი რამე გაიარა აქ მესამე პოზიციამ და ვიღაცებთან ერთად თან. ბევრი რამე გაიარა ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან. ხო, თუ ვიღაც ადამიანის არა, ბევრი რამე გაიარეთ ვიღაც კონკრეტულ ადამიანთან ერთად. რაღაც ასეთი სიგნიფიკაცია არის აქ, რომ რაღაც ადამიანები ამოდის ვიღაცებთან ერთად, ან თუ თვითონ არა, თუ მესამე უბრალოდ აი შესაძლოა ეს იყოს თქვენი ოჯახის წევრები ან ახლო ადამიანები ხო, ან თქვენი შვილები ან შვილი მაგალითად ხო, აი ბევრი რამე გადალახეთ ვიღაცებთან ერთად აქ ეს მოდის აქ სიგნიფიკაციაში. კიდევ მესამე პოზიციის სიგნიფიკაცია ხმლების 6-იანი, ისევ 6-იანი. აი 6-იანი, ხო? სხვადასხვა დასტებიდან. ესე იგი, აქ ძალიან ბევრი ხმლები ამოვიდა ასევე. მესამე პოზიცია აქ შემიძლია თქვა, რომ აქ რაღაც ასტროლოგიური ნიშანია ხმლებში. სხვათა შორის აქ მიწის ნიშანი შესაძლოა იყოს მესამე პოზიციისთან. ვინც აირჩია მესამე პოზიცია, მიწის სტიქია შეიძლება იყოს აქ და ასევე მაინც ჰაერის სტიქიაც შეიძლება იყოს, ხო, რადგანაც ხმლებია ეს არ გამოგრჩეს, ხო? რაღაც მძეიმთვარე ან სხვა ასტროლოგიური ასპექტები კონდეთ ჰაერის სტიქიაში. ტყუპები, მერწყული, სასწორი და ხო, ესე. ასევე, აქ მინდა ვთქვა, რომ მესამე პოზიცია ძალიან ბევრს ფიქრობს. აქ ესეთი ბევრს ფიქრობს. თუმცა აი ამ დონემდე ბევრს ფიქრობს მესამე პოზიცია. მომენტში გინდა რა თქვა, რომ რა ამბავი. ძალიან ბევრს ფიქრობს აქ მესამე პოზიცია, სანამ რაღაცა მოხდება, უკვე მანამდე ასე გახედავს და უკვე იწყებს ფიქრს ამ ყველაფერზე და თან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტად რაღაც პესიმისტურ რაღაცებზე ფოკუსირდება ხოლმე, რითიც პირიქით ეშლება ხელი აქ. ოკეი, თუმცა რა თქმა უნდა, ამავდროულად ეშინია, მაგრამ მაინც რაღაცნაირად მიდის წინ. ცდილობს რომ ამ ნეგატივს არ მოусმინოს და წავიდეს წინ. ძალიან ისეთი ძლიერი არის მესამე პოზიცია, თუმცა ბევრი ფიქრი მაინც არის აქ, ხშირად პესიმისტურიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც მიდის წინ მესამე პოზიცია. ოკეი. კარგი. ახლა მთავარი მომენტი, ხო? მთავარი მნიშვნელოვანი მომენტი ამ გაშლის. მოვუწოდებ მესამე პოზიციას, რომ ჩაიფიქროს კონკრეტული შეკითხვა, ერთი, ფოკუსირდით ამ შეკითხვაზე. და ვნახოთ პასუხი. პასუხი მესამე პოზიციის მიერ ჩაფიქრებულ შეკითხვას. რა უნდა იცოდეს ამ შეკითხვასთან დაკავშირებით? მეორე თქვა იმე მესამე პოზიციამ. მეორეო და რჩევა მესამე პოზიციას. კარგი. პასუხი. დამაკმაყოფილებელი პასუხია აქ. აქ არის კი. მე არ ვიცი ახლა რა ჩაიფიქრა აქ მესამე პოზიციამ, ხო? ბუნებრივია ახლა ყველა რაღაც სხვადასხვა რაღაცაში შეცვალა ჩაიფიქრებდა, მაგრამ პასუხი არის დამაკმაყოფილებელი და პასუხი არის კი. პასუხი აქ არის კი. შეიძლება ეს მამაკაცს უკავშირდება, იმიტომ რომ აქ მამაკაცის არკანი ამოვიდა, მეფე. შეიძლება რაღაც კონკრეტულ საქმეს ან საკითხს, მაგრამ განურჩევლად იმისა, მამაკაცია ეს თუ საქმე, იცოდეთ, რომ აი ისე იქნება, როგორც ზუსტადაც, აი როგორც გინდათ, ხო? აი ისე გამოვა. მაგრამ აქ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა, თქვენი ქმედებები, რა თქმა უნდა, თქვენც რო იაქტიუროთ, თქვენი წვლილი შეიტანოთ და მართოთ სიტუაცია, რომ არ წავიდეს სიტუაცია იმ მიმართულებით, რაც თქვენთვის იქნება არც ისე სასიხარულო, ხო? ესეც მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საქმესთან დაკავშირებით, ხო? თუ არის რაღაც ისეთი საკითხი, იცოდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ ეს სიტუაცია. შეგიძლიათ ეს სიტუაცია ამ სიტუაციიდან მიიღოთ თქვენთვის სასურველი და სასიხარულო ამბები, რა თქმა უნდა, ამას არ გულისხმობ პოროტულ კონტექსტში. რა უნდა იცოდეს ამ შეკითხვასთან დაკავშირებით მესამე პოზიცია? რა უნდა იცოდეს და მესამე პოზიციამაც უნდა
ხო, მესამე პოზიციას არ უნდა შეუშინდეს, აქ რაღაც ცვლილებებს, ხო? მესამე პოზიციაც უნდა გაეხსნეს, ხო? აქ რა შეკითხვაც ჩაიფიქრეთ, ამ სიტუაციებს, ამ ენერგიებს, რაც გინდათ, რომ მოვიდეს თქვენ ცხოვრებაში, თქვენც უნდა გაეხსნეთ ამ ყველაფერს, ხო? რასთან დაკავშირებითაც არ უნდა იყოს ეს, თქვენც რაღაც პატარა წვლილი უნდა შეიტანოთ, იშრომოთ, რაღაც უნდა ჩადოთ, რაღაც რესურსი უნდა ჩადოთ ამაში, რომ მიიღოთ სასურველი, ხო? თქვენც რაღაც უნდა გააკეთოთ, ხო? იქნება ეს სასიყვარულო გადადგათ ნაბიჯი, ენდოთ ადამიანს მიცეთ შანსი და ბლა ბლა ბლა, ან საქმესთან დაკავშირებით, ხო? რაღაც პატარა ნაბიჯი, ასევე აქ მნიშვნელოვანია, რომ ირწმუნოთ სამართლიანობა, მოიზიდოთ ის ეფექტი, რაც გინდათ. თუ აქ ჩართავთ თქვენ პესიმიზმს და ნეგატიურ აზრებს, ვერ მოიზიდავთ იმას, რაც გინდათ. ან გაჭირდება იმის მოზიდვა, რაც გსურთ აქ. ამიტომ არადა ძალიან დიდი შესაძლებლობები არის. ამიტომ მაქსიმალურად გადავფოკუსირდეთ იმაზე, რა შედეგიც გინდათ, ხო? და ბუნებრივად თქვენს პატარა მოქმედებაც კი დაგეხმარებათ აქ. პატარა, მაგრამ სტაბილური ნაბიჯები ამ მიმართულებით, რა მიმართულებითაც გინდათ, რომ ეს სიტუაცია წარიმართოს და წავიდეს, გადადგით. და ესეც კი დაგეხმარებათ და ძალიან მნიშვნელოვანია აზროვნება, ხო? აბსოლუტურად პოზიტიურად, იმედიანად და დარწმუნებულად იმოქმედეთ. მაგრამ რა თქმა უნდა, ადეკვატურობის ფარგლებში კიდევ ერთხელ. და რჩევა მესამე პოზიციას, მშობლები. ამოვიდა მშობლების რჩევა. ნუ აქ ის არის, რომ იცოდეთ, რომ უყვარხართ თქვენს მშობლებს. შესაძლოა აქ ისიც იმიტომ ამოვიდა ამ კონტექსტში, რომ შესაძლოა არის რაღაც ისეთი სიტუაცია აქ მესამე პოზიციასთან, სადაც ჭირდება დახმარება ვიღაცის. შესაძლოა მხარდაჭერა, გამხნევება გჭირდებათ, ხო იცოდეთ, რომ თქვენი მშობლები თქვენს გვერდით დგანან. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად გააქვთ მათთან რაღაც კავშირი თუ არ გააქვთ, თუ როგორი ურთიერთობა გააქვთ, იცოდეთ, რომ მიუხედავად ყოფისა ისინი მაინც თქვენს გვერდით არიან და იმათ გაუხარდებათ თქვენი წარმატება და სიკეთე და თქვენ მარტო არ ახართ. გახსოვდეთ ეს, ხო? ეს არის ასე და გჯეროდეთ საკუთარი თავის და შესაძლებლობების. ეს მხოლოდ მესამე პოზიციას არ ეხება უკვე, ეს ეხება ყველას. გისურვებთ აქ წარმატებებს. დალაიქეთ, თუ მოგეწონათ ეს გაშლა, დატოვეთ კომენტარი და ვისაც ჯერ არ გამოგეწერიათ ჩემი არხი, გამოიწერეთ. წარმატებები ყველას და დროებით.